კიდევ ერთხელ მოგესალმებით პოზიტივის საინფორმაციო სამსახური აგრძელებს თქვენთვის მუშაობას მე ლევან წუწუნავა ვარ. საქართველოს თავდაცვის ძალები 35 წლის სამხედრო მოსამსახურეების პროფესიული დღე ბაზიანში მეოთხე ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე აღინიშნება. მანამდე პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა, თავდაცვის მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და დედაქალაქის მერმა ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების მემორიალი პირგვინებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე მამუკა მდინარეძე საქმიანობას სავარაუდოდ დღეიდან შეუდგება. პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ ხელი უკვე მოაწერა. მამუკა მდინარეძე სამი უწყების სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კოორდინაციას უზრუნველყოფს. მასვე დაიკისრება ვიცე-პრემიერის მოვალეობაც. საპარლამენტო უმრავლესობაში დარწმუნებული არიან, რომ მდინარეძე საკუთარი მაღალი კვალიფიკაციით ახლა უკვე სახელმწიფო მინისტრის რანგში ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების ეფექტიან პრევენციას უზრუნველყოფს. საფრთხეებას ემსახურება ეს ემსახურებიან სტრუქტურები, მაგრამ ფაქტია, რომ გარკვეული თემების დაგეგმვისას, გარკვეული პრევენციული მექანიზმების შემუშავებისას რასაკვირველია ეს შეკრება, რომელიც გახდება ვიცე-პრემიერის დონეზე შესაძლებელი არის საჭირო და აუცილებელი ჩვენი ქვეყნისათვის და უკვე დიდი ხანია ამ თემაზე ვსაუბრობთ. ესეთი სტრუქტურის არსებობა ხელს შეუწყობს სწორედ იმ მიზნებს, რასაც ქვია პრევენცია საფრთხეების, ტერორიზმიდან დაწყებული დამთავრებული კორუფციაზე. პოზიციას ამ მიმართულებით დაიკავეს მამუკა მდინარეძე, რომელიც ძალიან დიდი ხნის გამოცდილებით და მაღალი კვალიფიკაციით გამოირჩევა ძალოვან წყობებში მუშაობის კუთხით. რა თქმა უნდა, მისი ამ მიმართულებით დანიშვნა ეს იყო პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ ერთ-ერთი საკვანძო მიმართულება არის ძალოვანი სტრუქტურების კოორდინაცია და ამას მამუკა მდინარეძე უხელმძღვანელებს და ამავდროულად მამუკა მდინარეძის ვიცე-პრემიერის რანგი თავისთავად კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ პრემიერ-მინისტრისთვის ეს მიმართულება არის პრიორიტეტი და განსაკუთრებულ იმედს ამყარებს, რომ ეს კოორდინაცია იქნება მთლიანად მთავრობის ეფექტიანი მუშაობის წინაპირობა. ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ ზოგადად რეგიონში და მსოფლიოში არის მაღალი გამოწვევები უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ომია პირდაპირ გაგებით, არა მხოლოდ უსაფრთხოების მიმართულებით არის გამოწვევები, არამედ ომები არის სამწუხაროდ სახელმწიფოებს შორის ჩვენს რეგიონში და უნებრივია, რომ საყურადღებოა ეს მიმართულება გვაქვს ის მოლოდინი, მაღალი მოლოდინი, რომ ამ შემთხვევაში სახელმწიფო მინისტრის კოორდინაციით და ზოგადად ამ ძალოვნების ერთმანეთში კოორდინაციით უფრო მაღალ დონეზე იქნება უსაფრთხოების ხარისხი დაცული. სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისია მუშაობას ასრულებს. დღეს კომისიის წევრები ნავთობ კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად საწვავის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვისა და სექტორის საოპერაციო პროცესებს განიხილავენ. ხვალკი სავარაუდოდ კომისია შემაჯამებელ შეხვედრას გამართავს, სადაც კომისიის წევრები ფასების რეგულირების თვალსაზრისით კომისიის დასკვნას წარადგენენ. დოკუმენტი, რომელიც კომისიამ სამთვიანი მუშაობის შედეგად მოამზადა ფასების კლების არსებულ რესურსებსა და შესაბამის რეკომენდაციებს მოიცავს, რომელიც როგორც საკანონმდებლო ორგანოს, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებას წარადგინება. 3 თვის განმავლობაში 14 წევრისგან დააკომპლექტებულმა კომისიამ სურსათის მედიკამენტებისა და საწვავის 80-ზე მეტი კომპანია შეისწავლა, ჩატარდა საველე კვლევებიც. მნიშვნელოვანია გავერკვეთ თუ როგორი არის მდგომარეობა დღეს ბაზარზე, გამომდინარე საერთაშორისო მდგომარეობით, საწვა პროდუქტებზე და ზოგადად საერთაშორისო ენერგიის ბაზრებზე და რა გავლენა აქვს ამას საქართველოზე. ველოდებით, რომ ძალიან საქმიანი შეხვედრა გვექნება და მინდა აღვნიშნო, რომ კომისიის ფარგლებში საკვე პროდუქტთან დაკავშირებით დასკვნები ზადა გვაქვს.
ასევე მზადა გვაქვს დასკვნა მედიკამენტებთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს როგორც ბაზრის აღწერას, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებებს და რეკომენდაციებს. კომისია თავის მუშაობას ასრულებს, ჩვენ ბოლო შეხვედრა გვექნება ნავთობის შემომტანებსა და ნავთობის რეალიზატორებთან, ჩვენ საერთო პოზიციას და იმ შემოთავაზებებს თუ რამ ინიციატივებმა, რა ცვლილებებმა, რა რეგულაციებმა შეიძლება გააუმჯობესოს ბაზარი, ისე რომ საბოლოო ჯამში პროდუქტის ფასი იყოს ნორმალიზებული, რა თქმა უნდა, ჩვენ წარმოვადგენთ. კომისიის მუშაობის მოტივაცია ზუსტად ეს იყო, რომ გვენახა რესურსი, თუ სადმე არსებობდა ფასების გაიაფების. დავინახეთ, რომ რეალურად ვითომ ის პრინციპი, რომ ბაზარი არეგულირებს ფასებს აქვთ ამ კომპანიებს, მაგრამ რეალურად გამოდის ხოლმე, რომ სულ 3-4 კომპანიაა მე ამ ბაზარზე, რომელიც ბაზარს აკონტროლებს და გამოდის, რომ ბაზარი კი არეგულირებს ფასებს, მაგრამ ბაზარს არეგულირებს ის 3-4 კომპანია. რეალურად 3-4 კომპანია არეგულირებს ფასებს. აი ამას ვიღებთ ხოლმე და ეს რომ არ იყოს, აი ეგ უნდა ჩაერიოს ზუსტად პოზიტიურად ის სახელმწიფო უწყება, ეს იქნება ანტიმონოპოლიური თუ ახალი ფუნქციებით თუ არსებულის უფრო ეფექტურად გაზრდით. აი ეს გვაქვს ჩვენ ეს პოზიცია, რომ აუცილებლად უნდა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ენერგეტიკისა და მდგრადი ინფრასტრუქტურის მიმართულებით წამყვანი საერთაშორისო ინვესტორული კომპანიის Aqua Power-ის წარმომადგენლებს შეხვდა მხარებმა საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის არსებული ურთიერთობების მზარდი დინამიკა და სამომავლო პარტნიორობის შესაძლებლობები მიმოიხილეს. ხაზი გაისვა ქვეყნის განახლებადი ენერგორესურსების პოტენციალს, მზისა და ქარის ელექტროსადგურებს და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი საპატრიარქოს წინააღმდეგ უპრეცედენტო მასშტაბის კამპანიაზე საუბრობს. როგორც დეკანოსმა ანდრია ჯაღმაიძემ იმედი ლაივის ეთერში განაცხადა, ბოლო 10 წლის განმავლობაში ეგრეთ წოდებული კრიტიკული მედიის მიერ 5000-ზე მეტი ნეგატიური გადაცემა გაკეთდა. აი ცნობილი მედია საშუალებების მხრიდან 10 წლის განმავლობაში 5000-ზე მეტი ნეგატიური გადაცემა იყო გაკეთებული. ჩემზე იყო გაკეთებული, პირადად ჩემზე, მეუფეშიოზე იყო გაკეთებული, აღარ ვამბობ პატრიარქზე რამდენი იყო გაკეთებული. თუ ზეგავლენაზეა ლაპარაკი, ხო, მაშინ იქიდან დავიწყოთ. ხო, თუ ამ სახის ზეგავლენაზეა ლაპარაკი, რომ ვიღაცამ თავისი აზრი გამოთქვა, ან ვიღაცამ ცილი დასწამა, ხო? 5000 გადაცემა რა გამოდის? 2 დღეში 3 გადაცემა გამოდის, ხო? ამდენი იშრომეს იმისათვის, რომ ეკლესიისათვის მიეყენებინათ ზიანი, ხო? ღმერთმა ყველა შეუნდოს, მე ვისურვებდი, რომ ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ხვალინდელი დღე თქვა და რაღაც პატრიარქის გარდაცვალებამ გვაჩვენა, რომ ამის რესურსი გვაქვს. დეკანოზმა საზოგადოებას ის ჩანაწერით წარუდგინა, რომელიც 2017 წელს ილია მეორის კარნახით გააკეთა, სადაც ილია მეორე განმარტავს, რატომ დაასახელა უწმიდესმა მოსაყდრის ვინაობა საჯაროდ. ეს ორგვერდზეა და თავიდან არ დავიწყე. პატრიარქი, როდესაც დგება თანამდებობაზე, მაშინვე წერს ანდერს მოსაყდრის შესახებ. ეს მერე იცვლება კიდეც, როდესაც ეს მერე იცვლება კიდეც. როდესაც დაფარულია ანდერძი, ქმნის გარკვეულ დაძაბულობას და მithქმა მოთქმას. არის შემთხვევები, როცა იკარგება ანდერძი კიდეც. მაგრამ აი მაგალითად, ჩემ შემთხვევაში დავითმა პატრიარქმა რამდენჯერმე მითხრა, რომ შენზეა დაწერილი ანდერძი, თუ გინდა გაჩვენებო. არა მეთქი, არ მინდა, შემდეგ დაიკარგა. დავითი ტყუილს რატომ ეტყოდა? ამან შექმნა ნერვიული სიტუაცია და საჭირო გახდა სინოდს დავესახელებინე, ასე რომ წინათაც მომხდარა. ეს რომ არ მოხდეს, ვარჩიე დამესახელებინა ვინ იყო ჩაწერილი ანდერჩი, რომ შეწყდეს გასაღები ვისა აქვს და სარტყელზე აქვს შემობმული. ეხლა დაწყნარდნენ, ყველამ იცის ვინ არის მოსაყდრე. ერთობის ეგიდით შექმნილი ოპოზიციური ალიანსი უკვე 2 თვეა მხოლოდ ურთიერთ ბრალდებებისა და დაპირისპირების სივრცეა. პარტიების უმეტესობას გვარამია ჩერგოლეიშვილი მელიას თაოსნობით მიხეილ სააკაშვილის მითითებები აღიზიანებთ. თავის მხრივ ერთპიროვნულ ლიდერობას მიჩეული სააკაშვილი პროტესტისა და კრიტიკის მიუხედავად უკანდახევას არაპირებს და ციხიდან მენტორული შინაარსის გზავნილებს ისევ ინტენსიურად აგზავნის. ქართულ ოცნებაში ოპონენტების მძიმე მდგომარეობაზე ამახვილებენ ყურადღებას, რომელიც პირველ რიგში მათივე ამომრჩევლების მხრიდან უნდობლობით გამოიხატება. Facebook კინკლაობით კი თავისივე ტელევიზიებში საინფორმაციო ვაკუუმის შევსებას ცდილობენ.
რას ვეუბნები მე ოპოზიციას ისეც რამაც აღაშფოთა, იმოქმედეთ გადადით შეტევაზე, დაირაზმეთ თქო და სანაცვლოდ ამიყვირდნენ ერთპიროვნული ლიდერობა უნდა მიშასო, იმის მაგივრად, რომ საკუთარ თავში მონახონ ძალა ნამდვილი ბრძოლისთვის, ხოლო ვინც თავის რეალიზაციას ჩემს წაკბენაში პოულობს, იმას არანაირი პოლიტიკური მომავალი არ აქვს. მეგობრებო, სააკაშვილის Facebook მოწოდებები ფედერალისტებს ერთ ყურშიც კი არ შეძდით მეორედან რომ გაუვიდეთ. თავისი პარტიითაა ფრუსტრირებული იმათ ელაპარაკება, იმედია დაუჯერებენ და გამოსწორდებიან. მე რამდენი ფანჩატური შეიქმნა, აღარ მე-10 თუ მე-11, მე მგონი, მე ვფიქრობ, ტრაგიკომიკური ჟანრია ეს ყველაფერი, ხშირად ვახსენებ ხოლმე სეზონს და სერიას, უნიჭოს. მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ თავიანთივე ტელევიზიებში ალბათ სანამ დავალება მოვა, ან ჰერჩინსკი გააკეთებს რამე მორიგთავხედურ განცხადებას, ან გერმანიის ელჩი, ან რომელიმე ევრობიუროკრატია, რომელიმე ევროპარლამენტარი სანამ გააკეთებს, ამათი ერთმანეთის ჭამა, ერთმანეთის კინკლაობა, თუ რა უთხრა პირობითად მელიამ სააკაშვილს, ამაზე რა იფიქრა გვარამიამ და ამაზე რა იეჭვიანა ჩერგოლეიშვილმა, აი ამით ასაზრდოებენ რაღაც გათითოკაცებულ პარტაქტივს. ეს არის ამ ყველაფრის მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ რაღაც საინფორმაციო ვაკუუმს და ბადეს ავსებენ ერთმანეთის, ესე ვთქვათ, ჭამის გარჩევაში. სააკაშვილი და მისი განდგომილი წევრები ჩერგო, ბოკერია, გვარამიას სახით სხვადასხვა მაღალ ხარისხს აღწევენ თავის დაპირისპირების, თუმცა ყველაზე დიდი უბედურება, რაც მათ თავს არის, ეს არის დაპირისპირება აქვს საკუთარ ამომრჩეველთან, როგორც ხედავთ იმ დახურულ შეხვედრებზე, რომელსაც ღია შეხვედრებს უწოდებენ, არ უშვებენ ნაცმოძრაობის აქტივისტებს და საკმაოდ ხმაურიანად მიმდინარეობს, ნეგატიურად ხმაურიანად მიმდინარეობს ეს შეხვედრები. ოპოზიციის ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ მათ საკუთარი ამომრჩევლისთვისაც არ შეუძლიათ პერსპექტივის და მომავლის დანახება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანსა და დელეგატებს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის საქმიანობა გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის მიმართულებით ლაბორატორიაში მიმდინარე კვლევებსა და თანამედროვე ტექნიკურ შესაძლებლობებს. მხარეებმა საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და სამომავლო ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ვიზიტის ფარგლებში გენერალური დირექტორი გაეცნო ლაბორატორიის შესაძლებლობებს, როგორც ცხოველთა ჯანმრთელობის, ასევე სურსათის უმნებლობის მიმართულებით, ასევე მან შესთავაზა ლაბორატორიას ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დახმარება, კერძოდ ცოფის დიაგნოსტიკის მიმართულებით ლაბორატორიების ტვინინგის შესახებ, რომელიც ძალიან საინტერესო შემოთავაზებაა და ჩვენ გავაგრძელებთ ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან აღნიშნულზე მუშაობას. ცხოველთა დაავადებების დროული გამოვლენისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებობდეს ისეთი სანდო ლაბორატორია, როგორც სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია. სასიამოვნოა იმის ხილვა, რომ საქართველოს აქვს თანამედროვე აღჭურვილობითა და კვალიფიციური სპეციალისტებით უზრუნველყოფილი დაწესებულება. ვიმედოვნებთ მომავალში კიდევ უფრო გავაძლიერებთ თანამშრომლობას, განსაკუთრებით ცოფის დიაგნოსტიკის მიმართულებით. რუსთავის მერია მუნიციპალური ტრანსპორტის სამსახურის რეფორმას აგრძელებს დასაქმებულთა შრომითი პირობების გაუმჯობესების მიზნით მუნიციპალური ავტოტრანსპორტის სამსახურის თანამშრომლებს ჯანმრთელობის დაცვის პაკეტს მერია დაუფინანსებს. ცნობისთვის ბოლო 4 წლის განმავლობაში მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმის ფარგლებში რუსთავში ახალი შიდა საქალაქო სატრანსპორტო სისტემა ამოქმედდა 10 წლეულების შემდეგ პირველად კი რუსთავიდან თბილისის მიმართულებით დაინიშნა მუნიციპალური ტრანსპორტი. ტექნიკურმა პერსონალმა გაიარა სპეციალური ტრენინგების კურსი და რამდენჯერმე გაიზარდა თანამშრომლების შრომითი ანაზღაურება. დღეს შევხვდით მუნიციპალური ტრანსპორტის თანამშრომლებს გავაცანით სიახლეები დასხობასთან დაკავშირებით, რომელიც მათი მოთხოვნა იყო, ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა, რომ ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობაზე ვიზრუნოთ, ვაგრძელებთ რეფორმას ტრანსპორტის მიმართულებით, რომ რაც შეიძლება მაღალი ხარისხის სერვისი შევთავაზოთ რუსთაველებს. რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმო ყოველთვის ზრუნავს თანამშრომლებისთვის სამუშაო გარემოს გაუმჯობესებას. სწორედ ამიტომ დღეს იყო საინფორმაციო სახის შეხვედრა ჯანმრთელობის დაზღვევაზე. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ განხილული იქნა გაუმჯობესებული პაკეტები.
წარმოადგინე შენი ქალაქი რუსთავის საკრებულოში სტუდენტური სტაჟირების პროგრამა დაიწყო. ახალგაზრდებს პირველად ეძლევათ შესაძლებლობა პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე პირადად გაეცნონ წარმომადგენლობითი ორგანოს სტრუქტურას და მუშაობის სპეციფიკას. პროგრამის მონაწილეები ერთი თვის განმავლობაში აქტიურად დაესწრებიან საკრებულოსა და კომისიის სხდომებს და მონაწილეობას მიიღებენ აპარატის ყოველდღიურ საქმიანობაში. სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ ახალგაზრდებს ორენოვანი სერტიფიკატები გადაეცემათ. ახალგაზრდების მოსაზრებების გაზიარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ ერთ თვის განმავლობაში ჩვენი ურთიერთობა ბევრ ახალ ინიციატივას ჩაუყრის საფუძველს. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება უფრო მეტმა ახალგაზრდამ გაიგოს ჩვენი მუნიციპალიტეტის საქმიანობის სპეციფიკა და უშუალო მონაწილეობა მიიღოს ჩვენი ქალაქის განვითარებაში. დარწმუნებული ვარ, პროექტი ერთი თვის განმავლობაში მომწევს წინარებს, რომელიც გამომადგება მომავალში როგორც იურის, ასე რომ მოლოდინების სრულად მაქვს ყარი და დარწმუნებული ვარ ვისწრებოებ ამ პროცესით. პირდაპირ ეთერში ვთავთ ვაზიანს, სადაც საქართველოს თავდაცვის ძალების 35 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება იწყება. Calpatone Buddha